დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი სპორტის სახეობა არსებობს. მათ შორის დიდი ნაწილი საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. იმისათვის, რომ სპორტის რომელიმე სახეობაში იყო წარმატებული, საჭიროა უდიდესი ძალისხმევა. და მაინც მაგრამ, რომელ სპორტის სახეობას სჭირდება ყველაზე მეტი ფიზიკური მონაცემები, ყველაზე დიდი გამძლეობა და ყველაზე დიდი მენტალური მხარდაჭერა. ამ კითხვაზე თქვენ მათვინმა სავარაუდოდ რამოდენიმე ვარიანტი მოგაწოდათ. შეიძლება ეს იყოს UFC, სადაც უამრავი ქართველი წარმატებით ასპარეზობს და რინგებს იპყრობს. შეიძლება იყოს ჭიდაობის რომელიმე სახეობა, მაგალითად ძიუდო, სადაც ყავს უნიჭერესი ქართველი მოჭიდავე ლაშა ბექაური, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. შეიძლება თქვენთვის ეს იყოს ფეხბურთი, რადგან იგი უდიდეს შრომას, უდიდეს დისციპლინას და უდიდეს გამძლეობას მოითხოვს. მაგრამ რას იზავთ, თუ კი გეტყვით, რომ არსებობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, რომელიც ფინიშის ხაზის გადაკვეთასაც კი ვერ მოახერხებს ვერცერთი ათლეტი, რომლებიც 10 უკვე ხსენებულ სპორტის სახეობებს წარმოადგენენ. 226 კილომეტრი, 17 საათი, 1 სხეული და 1 გონება. და დიახ, ეს არის აირონმენი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და ყველაზე პოპულარული ტრიატლონი, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობის 1%-იც კი ვერ ასრულებს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მსოფლიო მოსახლეობის 0.00075% ხდება აირონმენი. და ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რომ რა ჯანდაბაა ზოგადად აირონმენი, რატომ ხდება ისე, რომ მსოფლიო მოსახლეობის 1%-აც კი არ შესწევს იმის ძალა და ენერგია, რომ აღნიშნული ტრიატლონი დააფინიშოს. On the road, every step, every stroke, every pedal stroke counts. Here, the heart is at stake. Ordinary is not enough. It's time to show the world that limits and fear are just a mirage. Because with every stride you inspire someone. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით ფუნფულას არხზე, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს არ მოიწყენს. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. როგორც უკვე მიხვდით ვიდეოს დასაწყისში, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა იქნება აირონმენის ტრიატლონი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრიატლონი მსოფლიოში და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეჯიბრი, რაც კი არსებობს მსოფლიო მასშტაბით. მოდი ვისაუბროთ რეალურად ვის შეუძლია რომ გახდეს აირონმენი. მაგრამ იმისათვის, რომ ამ კითხვას გავუცე კონკრეტული პასუხი, მოგვიწევს რომ დავიწყოთ ცოტა შორიდან. მოდი დასაწყისისათვის ვისაუბროთ ზოგადად რა არის აირონმენი. აირონმენზე სავარაუდოდ თქვენ მარველის კინოპერსონაჟი გახსენდებათ. მაგრამ სინამდვილეში ამ შეჯიბრებას არანაირი კავშირი არ აქვს მასთან. აირონმენი ეს არის ტრიატლონი. რას ნიშნავს ტრიატლონი? ტრიატლონი არის შეჯიბრი, რომელიც შედგება 3 დისციპლინისაგან, ესე ვიტყოდი. ეს არის ცურვა, ეს არის ველორბოლა და ეს არის მარათონი. იმისათვის რომ თქვენ სრულად დაფაროთ აირონმენის ტრიატლონი, გაქვთ 17 საათი. იფიქრებთ ახლა რომ განა რა უნდა იყოს ასეთი, რომ 17 საათში ვერ მოახერხოთ სტარტის ხაზიდან ფინიშის ხაზამდე მისვლა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ახლა რასაც გეტყვით, ეს იქნება პასუხი თქვენივე ამ ირონიულ კითხვაზე. იმისათვის რომ თქვენ სრულად დაფაროთ აირონმენის ტრიატლონი, გჭირდებათ რომ დასაწყისში გაცუროთ 3.82 კილომეტრი. ვინც ცურვა იცით, ან ცურავთ, დამეთანხმებით რომ ცურვა ძალიან დამღლელია და ძალიან დიდ ენერგიას და ძალისხმევას მოითხოვს ჩვენი ორგანიზმისაგან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მას შემდგომ რაც თქვენ 3.86 კილომეტრს გაივლით ცურვით და ამოხვალთ სანაპიროზე, დაგხვდებათ ველოსიპედი და გექნებათ გარკვეული დრო იმისათვის რომ თქვენი საცურაო კოსტუმი გაიხადოთ, შემოახდეთ თქვენს ველოსიპედს და ახლა უკვე უნდა გაიაროთ 180.25 კილომეტრი. როგორც მაგალითად ჩემი სახლიდან ჩავიდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტრიატლონი შედგება 3 დისციპლინისაგან, პირველი 2 ჩემი აზრით არის უკვე გამანადგურებელი. მაგრამ მას შემდგომ რაც თქვენ ველოსიპედით გაივლით აღნიშნულ 180.25 კილომეტრს, თქვენ გიწევთ გადაეწყოთ თქვენს სარბენ ფორმაზე და ამჯერად უკვე უნდა ირბინოთ სრული მარათონი, რაც არის 42.2 კილომეტრი. არ ვიცი რა ენერგია და რა გამძლეობა აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც აირონმენები ხდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ფურცელზეც კი ძალიან საშიშად გამოიყურება. მაგრამ როგორც უკვე აღნიშნე, აღნიშნული დისტანციები უნდა დაფაროთ 17 საათში. თუ თქვენი დრო გადაცდება 17 საათს, მიუხედავად იმისა, თქვენ გადაკვეთავთ თუ არა ფინიშის ხაზს, თქვენი მონაცემები არ ჩაითვლება და თქვენ ვერ გახდებით აირონმენი. საინტერესოა მსოფლიოში რამდენი ადამიანი ახერხებს იმას, რომ გახდეს აირონმენი.
წელიწადში მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 50,000-დან 70,000 ადამიანამდე ხდება Ironman-ი. ანუ ასრულებს სრულად აღნიშნულ ტრიატლონს. კი, ეს ციფრი საკმაოდ შთამბეჭდავია, ჩემი მოლოდინები ბევრად უფრო დაბალი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მსოფლიოში არსებობს საკმაოდ ბევრი მაღალი დონის ათლეტი. მსოფლიოში არსებობს დაახლოებით 150-ზე მეტი აღნიშნული შეჯიბრი, რომელიც Ironman-ის ბრენდის ქვეშ ტარდება. და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული არის Ironman World Championship. მსოფლიო ჩემპიონატი Ironman-ებს შორის. მაგრამ შეგიძლია თუ არა შენ რომ მონაწილეობა მიიღო Ironman-ის შეჯიბრზე. მიუხედავად იმისა, რომ Ironman-ის ტურნირი უდიდეს ფინანსურ რესურსს მოითხოვს, მაგალითად, უბრალოდ იმისათვის, რომ დარეგისტრირდე აღნიშნულ ტრიატლონზე, დაახლოებით $600-დან $1000-მდე არის საჭირო. გარდა ამისა, გჭირდება სპეციალურად მომზადებული ველოსიპედი, რომელიც შენი მეგზური იქნება 180 კილომეტრის განმავლობაში, რაც დაახლოებით $1500-დან 10,000 პლუს რენჯში იმყოფება. ასევე გჭირდება სარბენი ბოტასი, საცურაო კოსტუმი, ასევე მგზავრობის ხარჯები, კვების ხარჯები და კიდევ უამრავი ხარჯები და საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ შენი Ironman-ის ტურნირი დაახლოებით $15,000-იც კი ჯდება. მაგრამ დაუშვათ შენ დღესვე ხარ გადამხდელი $15,000 იმისათვის, რომ მიიღო Ironman-ზე მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, შენ არავინ დაგთავს ამის ნებას, რადგან შენ ჯერ უნდა გაიარო კვალიფიკაცია. უნდა გაიარო სხვა Ironman-ის ეგიდით ჩატარებული შეჯიბრებები, რომლებშიც შენ კვალიფიკაციას მიიღებ და მოგენიჭება უფლება იმისათვის, რომ მიიღო სრულ Ironman-ზე მონაწილეობის ნებართვა. მაგრამ არსებობს ძალიან საინტერესო კითხვა, საიდან გაჩნდა ზოგადად იდეა, რომ ჩატარებული იყო აღნიშნული ტრიატლონი. არსებობს ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შემიძლია გითხრათ, რომ აღნიშნული ტურნირი მოიფიქრეს ჯარისკაცებმა, ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომელთაც სურდათ გაეგოთ, ვინ იყო მათ შორის ყველაზე ძლიერი. მოცემულობა იყო ასეთი: ზოგიერთი მათგანი ძლიერი იყო ცურვაში, ზოგიერთი მათგანი ძალიან მაგარი იყო ველორბოლებში, ხოლო ზოგიერთი მათგანი ძალიან მაგრად დარბოდა მარათონებს, ნახევარ მარათონებს და ასე შემდეგ. ამიტომაც შეჯიბრება სამართლიანი რომ ყოფილიყო, ადგენენ და სამივე სახეობა გააერთიანეს ერთ შეჯიბრში. სწორედ ამიტომ 1978 წელს პირველი Ironman-ი გახდა ამერიკელი სამხედრო Golden Holleri, მე მგონი სწორად ვამბობ სახელს და გვარს. იგი იყო პირველი Ironman-ი, რომელსაც დაახლოებით 12 საათი დასჭირდა ფინიშის ხაზის გადასაკვეთად. თუმცა დროთა განმავლობაში აღნიშნული შეჯიბრი უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა. შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებდა მასში მონაწილეობას და ხალხი ამ შეჯიბრისთვის სპეციალურადაც კი ემზადებოდა. დღესდღეობით Ironman-ის მსოფლიო რეკორდი ჯან ფროდენოს ეკუთვნის, რომელმაც 8 საათზე ნაკლებ დროში მოახერხა სრული Ironman-ის ტრიატლონის დაფარვა. ალბათ დამეთანხმებთ, რომ გასაოცარი არის ამ დროში ამ შეჯიბრების დახურვა. იმისათვის, რომ ჯან ფროდენოს აღნიშნული ტრიატლონი 8 საათზე ნაკლებ დროში ერბინა, იგი აქტიურად ვარჯიშობდა რამოდენიმე წლის განმავლობაში. მაგრამ ჩნდება კითხვა, შეგიძლია თუ არა შენ რომ მოემზადო ტრიატლონისათვის? თეორიულად რა თქმა უნდა შეგიძლია. თუ შენ გაქვს საბაზისო მონაცემები, შენ დაახლოებით 9-დან 12-მდე დაგჭირდება იმისათვის, რომ მოემზადო Ironman-ისათვის. შეჯიბრზე ღირსეულად მაინც იასპარეზო. მაგრამ თუ არ გაქვს არანაირი ფიზიკური ბაზა, მაშინ შენ დაახლოებით 2 წელი დაგჭირდება იმისათვის, რომ მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ უბრალოდ ღირდეს შენი Ironman-ის ტურნირზე გასვლა. მაგრამ ახლა გაჩნდა კითხვა, კი მაგრამ რა ფიზიკური ბაზა გჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ Ironman-ის ტრიატლონისათვის მომზადება. მაგალითისათვის, თუ თქვენ შეგიძლიათ 2 კილომეტრი უწყვეტად ცურვა, 90 კილომეტრი დისტანციის ველოსიპედით უწყვეტი დაფარვა და ნახევარ მარათონის დასრულება, რომელიც მოიაზრებს 20 კილომეტრს, 21 კილომეტრს. მაშინ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ Ironman-ის ტრიატლონისათვის მომზადება. ანუ მზად კი არ ხართ რომ მოხვდეთ ამ შეჯიბრებაზე, არამედ უბრალოდ შეგიძლიათ რომ დაიწყოთ მომზადება. მე პირადად ჩემს გარშემო არავის ვიცნობ ისეთს, რომელიც ახლოს მაინც იქნება იმ მონაცემებთან, რომ შეძლოს უბრალოდ Ironman-ის ტურნირისათვის მომზადება. და წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ ადამიანის ენერგია და იმ ადამიანის გამძლეობა, რომელიც 8 საათზე ნაკლებ დროში ახერხებს Ironman-ის შეჯიბრების ფინიშის ხაზის გადაკვეთას. კაი, დაუშვათ მივედით იმ კონდიციამდე, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ Ironman-ის ტურნირისათვის მზადება. რა გვჭირდება ამისათვის და როგორი უნდა იყოს ჩვენი ვარჯიშის რუტინა? Ironman-ის სავარჯიშო პროგრამა გამოიყურება ასე. ყოველ კვირა გიწევს 25 და 25 საათზე მეტი ვარჯიში. ამ ყველაფერს ბაზისად უნდა გქონდეს
წლების მიერ გამომუშავებული უდიდესი მენტალური და გონებრივი გამძლეობა. და ასევე ერთ-ერთი ურთულესი რამ, რომელიც უნდა გამოიმუშაო, ეს არის მოძრაობის ფიზიკური აქტივობის დროს საათში 90 გრამი ნახშირწყლის მიღება. ასევე გჭირდება შენზე მორგებული ზუსტი სტრატეგია, თუ რა სიჩქარით, რა ტემპში უნდა იმოძრაო. მოდი ახლა უკვე გადავიდეთ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როდესაც იგი ასრულებს ამ ტრიატლონს. საშუალოდ აღნიშნული ტრიატლონის შესრულებისას იხარჯება დაახლოებით 8000-დან 11000 კილოკალორიამდე. საშუალოდ 8-დან 12 საათამდე შენი გულისცემა არის მაღალ ზონაში. უფრო მეტზე ვიდრე ეს არის ზონა 2. ვინც არ იცით რა არის ზონა 2? ზონა 2 არის ტემპი, როდესაც შენ უბრალოდ შეგიძლია რომ ივარჯიშო და როგორ განისაზღვრება ზონა 2-ში ხარ თუ არა. მაგალითად, სირბილის დროს შენ შეგიძლია რომ ისაუბრო, თქვა გრძელი წინადადებები უწყვეტად, მაშინ თქვენ იმყოფებით ზონა 2-ში. ასევე ტურნირის მსვლელობისას სხეულიდან გამოიყოფა დაახლოებით 4-დან 6 ლიტრამდე სითხე. სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროცესის დროს ათლეტმა მიიღოს გარკვეული რაოდენობის სითხე და ელექტროლიტები, იმისაც რომ ენერგია და აღდგენითი პროცესები გარკვეულ დონეზე შეუნარჩუნდეს. და ასევე ყველაზე ცნობილი ნაწილი არის ის, რომ ტრიატლონზე მარათონის 21 კილომეტრზე იწყება გლიკოგენის კრიზისი. უკეთად რომ მივხვდეთ, მოდი ცოტათი განვმარტოთ რა არის გლიკოგენი. გლიკოგენი არის ჩვენს ორგანიზმში, ასე ვთქვათ, ნახშირწყლების საცავი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვასრულებთ გარკვეულ აქტივობას, ამ საცავიდან გამოიყოფა ნახშირწყლები, რომლებიც გარდაიქმნებიან გარკვეულ ენერგიად და ჩვენ ამ ენერგიის ხარჯზე ვასრულებთ ამა თუ იმ მოძრაობას. მაგრამ წარმოიდგინეთ, ათლეტი, რომელიც 12 საათის განმავლობაში უწყვეტად მოძრაობს, მაგრამ მოძრაობაც არის და მოძრაობაც. ასრულებს მაღალი ინტენსივობის ვარჯიშს 12 საათის განმავლობაში. ლოგიკურია, რომ მისთვის ნახშირწყლების ეს საცავი სრულიად დაიცლება. სწორედ ამ დროს ხდება მათთვის გლიკოგენის კრიზისი. ანუ დგება მომენტი, როდესაც მათი ენერგია სრულად გამოიწურება. და რა ხდება ამ დროს მათ ორგანიზმში? ისინი რა თქმა უნდა განიცლიან ძლიერ დაღლილობას, უმძიმდებათ ფეხები, აქვთ კუნთების შეშუპება, ეთიშებათ კუნთები ხშირად. ორგანიზმის თხოს მათ რომ შეჩერდნენ და აქვთ გაჩერების სურვილი. სწორედ ამ დროს საჭირო არის გამოავლინოთ მაღალი მენტალური სიმტკიცე იმისათვის რომ არ დანებდეთ და ბოლომდე მიიყვანოთ საქმე. ასევე შეიძლება გამოიწვიოს კონცენტრაციის დაკარგვა, ღებინების შეგრძნება, ღებინება თვითონაც, თავბრუს ხვევა და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომ არის საჭირო წლობით ვარჯიში იმისათვის რომ მოემზადო აირონმენისათვის. არა იმიტომ რომ ჩამოგიყალიბდეს გარკვეული კუნთური ბაზა, არამედ იმისათვის რომ შენი კუნთები მიეჩვივნონ გლიკოგენის დაბალ დონეს შენს ორგანიზმში. მოდი ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად საშიში აღნიშნული ტრიატლონი. ძირითადად ამ ტრიატლონზე ხვდებით გულის პრობლემებს სურვისას, დეჰიდრატაციას და ასევე ჰიპონატრემიას, რაც არის გადაჭარბებული წყლის მიღება. კი არა მოგესმენთ, ხშირად სპორტსმენები დეჰიდრატაციის დროს ვერ საზღვრავენ რა რაოდენობის წყალი და სითხე უნდა მიიღონ მათ ორგანიზმში და ისინი ხშირად გადაჭარბებული რაოდენობით იღებენ. ასევე ხშირია პანიკური შეტევებით ცურვის დროს, რადგან ცურვის დროს დაღლილობამ, გულის პრობლემამ, ან უბრალოდ კუნჩის გაჭიმამ შეიძლება გამოიწვიოს უდიდესი პანიკა. ჩნდება ერთი ლოგიკური კითხვა. თუ ასეთ სირთულეებთან არის დაკავშირებული, სანაცვლოდ ისინი რას იღებენ? ზოგადად, რატომ გადიან ისინი ამ შეჯიბრებაზე და რატო იღებენ მონაწილეობას? რატომ აკეთებენ ამას ადამიანები? ნამდვილად აირონმენის ტურნირზე გასვლის მიზანი ფული არავისთვის არ არის, რადგან სიმართლე რომ თქვათ არ არსებობს იმხელა ფინანსური მოგება, რაც ანაზღაურებს შენს გაწეულ ხარჯებს ტურნირამდე მომზადებისათვის. ნამდვილად არც პოპულარობა არის, რადგან ამ შეჯიბრებას საზოგადოების მცირედი ადევნებს თვალს და დარწმუნებული ვარ თქვენც არიცოდით ის სახელი და გვარები, რომლებიც წეგან დავაფიქსირე. ნამდვილად ამას ადამიანები აკეთებენ საკუთარი ეგოს გამო, იმისათვის რომ გაიგონ საკუთარი ლიმიტები, დაამარცხონ გარკვეული შიშები და დაუმტკიცონ თავიანთ თაობებს. რომ ისინი ბევრად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე თვითონ წარმოუდგენიათ. ამ შეჯიბრის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ალბათ არის ფინიშის ხაზის გადაკვეთა, როდესაც შენ ხდები აირონმენი და როდესაც შენ გადაკვეთ ფინიშის ხაზს, წამყვანი წარმოთქვავს სიტყვებს You are Iron Man და ალბათ ეს არის ის, რაზეც ფიქრობს მონაწილეების უდიდესი ნაწილი პროცესის დროს. ამ დროს ალბათ შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რადგან შენი ფიზიკა, შენი ფიზიკური მდგომარეობა იგივე ნამდვილად აღარ არის და აღარ შენი გონებრივი მდგომარეობა იგივე. შენ შეგიძლია რომ 12 საათი უწყვეტად იმოძრაო და გადალახო უამრავი გონებრივი და ფიზიკური პრობლემები. ჩემი აზრით ამ შეჯიბრზე არსებობს ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი, რომელიც ჩემთვის
ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავია, როდესაც 1997 წელს ყონას ტურნირზე, სადაც ჯულიე როსმა, ქალბატონმა, რომელიც იღებდა აირონმენის ტურნირზე მონაწილეობას, ფინიშამდე რამოდენიმე მეტრით ადრე, თითქმის ვეღარ გააგრძელა მოძრაობა, იგი დაეცა მიწაზე დეჰიდრატაციის გამო, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ მან არ შეწყვიტა მოძრაობა და უბრალოდ ხოხვით გააგრძელა და ფინიშის ხაზის გადაკვეთა მაინც მოახერხა. სწორედ ეს არის მთავარი შემოძახილი აირონმენის, რომ მთავარი არ არის შენ რამდენ ხანში მიხვალ, მთავარი არ არის რა დროში მიხვალ, მთავარი არის ის, რომ შენ არ დანებდე, დაცემულმაც გააგრძელა მოძრაობა და გადაკვეთო ფინიშის ხაზი. ჩემი აზრით აირონმენი იქცა ყველაზე ელიტარულ ტურნირად მსოფლიოში, რაც კი ტარდება, რადგან იგი არის ტურნირი, რომელიც არ გაძლევს არც სუპერ ძალას და არც სუპერ შესაძლებლობებს. უბრალოდ გაჩვენებს, რომ შენი ფიზიკური შესაძლებლობები, შენი გონებრივი ზღვარი ბევრად უფრო შორს არის, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. რომ 226 კილომეტრი ეს არის მანძილი, რომელიც შენსა და შენს ეჭვებს შორის იმყოფება. და ბოლოს სანამ დავასრულებ, თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ვიდეო, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ. და თუ კი აირონმენები 226 კილომეტრს გადიან შესვენების გარეშე და არ ჩერდებიან. შენ რა გაჩერებს ყოველდღიურ ცხოვრებაში?